ასეთი ოთახი მომწეს. ვაიმე ჩემს რა არის. როგორც შემდგომ სახლის მეპატრონე მითხრა, ეს ოთახი მე-14 საუკუნის ძველი სასახლის ნაწილია, სადაც შემორჩენილია ბევრი ძველი დეტალი, მაგალითად ეს კოლონა. ტუნისში ჩამოსვლისას დავბინავდით ძველი ისტორიული ქალაქის გულში, მედინაში. როგორც ყველა არაბულ ქალაქში, ბევრი კატებია, უამრავი კატები შემდგა უკვე. ეხლა დავაკვირდე, რომ ტუნისური დინარი თითქმის ლარს უდრის. ყავაში და კოქტეილში გადავიხადე 15 დინარი. ალბათ 14 ლარი. ამ შაურმაში 9 თუ 8 არა. არ არის ძვირი. თეთრი სახლები რა სიცხისგან დაიცვას. ძალიან ლაბირინთიანი ქალაქია რა. აქ რაღაც რუკა რო არ ქონდეს, როგორი მოიმოძრავო წარმოუდგენელია. ძალიან მარტივად დაიკარგები. საინტერესოა, რამდენი წლის ქალაქია. ძალიან ძველი იქნება და ნამდვილად, მედინა მე-7-მე საუკუნეში დაფუძნებული ქალაქია. მედინას ცენტრი შედის იუნესკოს სიაში. ძალიან ბევრი პატარა კაფეები აქვთ და სულ სავსე არის. ეს არის ერთი დიდი ბაზარი რა, დიდი რაიონი, სადაც ყველაფერი იყიდება. ასოთ შორის ბევრი სახელოსნოები აქვთ. სადაც ხელით რაღაცებს აკეთებენ, რკინის რაღაც კრინჯებებს. რა არის? ეს მეჩეთია რაღაცა. შეიძლება ცენტრალური მედინას მეჩეთი არის. ეს არის ამათი გრანდ მოსკი. მედინას გრანდ მოსკი. რაც არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან პატარა ქალაქია თვითონ ეს მედინა, საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია. სალოცავში შიგნით შესვლა არ შეიძლება, მარტო მუსლიმებისთვის შეიძლება. საინტერესო რომელი საუკუნის არის. ალ-ზიტუნას მეჩეთი უძველესია ტუნისში და ასევე მე-7 საუკუნიდან მოდის. Hotel Royal Victoria. უზარმაზარი ბაზრის ქუჩა არის რა. რაღაც ხარახურები იყიდება. და ხალხიც ძალიან ლამაზია. კაცებზე არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ გოგოები ძალიან ლამაზები არიან. ძალიან ლამაზი და თანამედროვეები. აი, ყოველთვის ტუნისში ეს რაღაცები მოაქვთ რა, აპერიტივივით. ახლა პატარა 10 კილომეტრიანი ლუფი მინდა გავაკეთო ქალაქში. თუ გავახწევ აქედან და გავალ ქუჩაზე. ნახოთ. გამოვედი. ეს რამდენიც ნიშნავს კულტურული პროვენანსი ამ ქალაქის. თითქმის ყველა ფრანგულად ლაპარაკობს. ფრანგული ტრადიციებია შენარჩუნებული ყავის მის, კაფეების
აქ ტუნისში ჩვენზე უარესი მოძრაობაა, როგორც კიდე დადიხარ. არ ვსარუყურებ. უნდა დაიგიდო ყველაფერი. აგზის გადასვლისას ტუნისში თბილისური სქილები გადგება. არავინ არ გიჩერებს, რაღაც გადასასვლელები არ არის ძირითადად და არც შუქნიშნები. ეს მე მგონი არა, მართლმადიდებლური ეკლესიაა. მიდი და გადადი ხა შემდგარი. არც არაფერი არ მუშაობს, არ შუქნიშანია. სახლში. ცოტა მშია, ფული არ წავმიღია, თორე მილიონი ვენდორი აქვს გარეთ. უამრავი რაღაც კემბრიელებს ხედიან. ეს კათოლიკური ეკლესია. სალამაზი. ეს არის ძველი რომაული დასახლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო რომის დროს. მეორე-მეოთხე საუკუნის დასახლებაა. ძალამაზია. აი ზღვა. ერთადერთი რაც ტეხავს, რომ ძალიან მზია აჭერს. ერთ-ერთი ცხელი დღე არის 31 გრადუსი უნდა იყოს აქ ჩრდილში. მზეში ალბათ 40 სიმბლენა. ამხელა კოლონებია. და რა ლამაზად გამოთლილი კოლონებია. როგორ ზრუნავდნენ ესთეტიკაზე. ტუნისში თითქმის არავინ ინგლისურად არ ლაპარაკობს. ფრანგულად კი ბატონო. ეს არის ამფითეატრი. მე მგონი აქ ბრძოლობდნენ გლადიატორები. ვაუ. ძალიან მაგარია. აი საღარ შემორჩა ალბათ ტრიბუნები. და აქ იყო ალბათ გლადიატორები. აქ ყავდათ დამწყდეული და გამოყავდათ. ვინც რამდენი ხალხი დახვეწეს აქ. აი იყვნენ ალბათ ჩაკეტილები, საწყლები. აქედან გამოყავდათ და აჩხუბებდნენ. კარგი. სხვა შორის ეს არის თვალწლები ფინიკები. საინტერესოა. როგორი თეატრი იყო გაკეთებული, თან საკმაოდ დიდი არის. წარმოგიდგენთ, აქ მიკროფონი და რაფერი არ იყო და მოუწევდათ ყვირილი ალბათ, რომ აი აქედან, აი იქ რაღაცა გააგებინონ ჩემი. ალბათ აკუსტიკაზე გქონდათ ნაფიქრი, რომ ხმა კარგად ადიოდეს ქვევიდან ზევით, მაგრამ მაინც.
საინტერესო წარმოდგენები იქნებოდა აქ. ვინ იცის. თეატრები. თან 2000 კაცი თუ იკვრებოდა, ალბათ გადაჭედილი იქნებოდა ეს თეატრი. რამდენი ხალხი ცხოვრობდა, რომ 2000 მაყურებელი დატეულიყო. მე რამდენი მონები ეყოლებოდათ მაგათ. ალბათ 10,000 კაცი ცხოვრობდა, თუ მეტი არა, მინიმუმ. სინამდვილეში თეატრი 22,000 ადამიანს იტევდა და პიკზე, კარფაგენში 300,000 ადამიანამდე ცხოვრობდა. კარფაგენი მესამე ყველაზე დიდი ქალაქი იყო რომის იმპერიაში. ეს საფეხურები გამოცვლილია, აი ეს არის მე მგონი ორიგინალური. იმიტომ რომ მარმარილო უნდა იყოს და ეს არ არის მარმარილო. ხელა ტერიტორია ეს ბაღის. ეს კარფაგენი დაწვეს ჰანიბალის დროს. დაწვეს და მარილიც დააყარეს, რომ არაფერი არ მოსულიყო და საინტერესო მაგის მერე გააკეთეს, მე მგონი მაგის მერე გააკეთეს ეს ყველაფერი. განადგურების შემდეგ კარფაგენი იულიუს ცეზარმა აღადგინა 44 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. კარფაგენი გახდა მესამე ქალაქი რომის და ალექსანდრიის შემდეგ. ეს ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ხედია ნახე. აქ საბანოები არის ეს. და ზეძღვის პირას რა, იქ იბანაებდნენ, იჭკუპალაებდნენ, მე აქ შევიდოდნენ, დაიბანდნენ. საინტერესო რამდენად ორიგინალური არის შემონახული. ალბათ თითქმის ყველაფერი ორიგინალური მგონია მე. ვაუ. რა ხელა მასიურია მართლა ჩემი. ჯერ რამდენი ტონა არის დედამოტყმული. ვაუ. აი ეს მარმარილოა. აი ეს დიდი ბოძიც მარმარილოა. აი ეს რამსისკო რაღაცეებია. პატარა პალმებიც წამოიჭმა. ტეხავს რო ზღვასთან მიმოსასვლელი დაკეტეს. აი რაღაც სამთავრობო დაცვა დგას. ანტონინუსის საბანოები 20,000 კვადრატულ მეტრზე იყო გადაჭიმული და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დროის გატარების ადგილი რომაელებისთვის. თანაც ფაქტიურად უფასო იყო ყველა კარფაგენის მაცხოვრებლისთვის. ძალიან ცხელა. თან ბიჭო ეს საბანოები ერთ სართულიანიც არ იყო. შეიძლება რამოდენიმე სართული იყო. 7 გექტარი არის ალბათ. რა თქინა ამ ხელა აბანოები, ბლინ. თან მოჩუქურთმებული იყო ყველაფერი ლამაზად. ვა, სასწაული რა, მოკლედ. სასწაული. ახლა რა აკლო ყოფილა ზღვა, მეთქი 100 მეტრიც არ არის, ავე, 20 მეტრია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. და რა კაი ტრადიცია აქვს, რომ საჭმელთან პური მოაქვთ. რამ ხელა რაღაცა ჩემი და უღირს 32 დინარი. 32 დინარი. ეს კაქტუსის რაღაცები ვიყიდე და ამას ფერჩატკები მაინც ქონდა თორე დაანჩენები იმენა ხელებით წვნიან. ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ვერაფერს ვერ გარისკავ, რომ შეჭამო გარეთ. საკაიფოა. Yo, Hello. you picture me and you and him. ასე ტუბიანი მას. Daters. ახლა მოვედი სიდი ბუსაიჩი. ერთ-ერთი ტურისტული ქალაქია. თეთრი სახლებით და ლურჯი აიგნებით. ეს ძველი აღდგენილი სახლია და ესე ცხოვრობდნენ ადრე დიდარი არაბები, მარტო დიდარი არაბები. ეს პატარა საოცარი.
აი ჩანს პორტი სხვა და ეს მთებიც რა ლამაზად ჩანს. რუსი ფოტოგრაფები. ერთი უდიდესი მინუსი აქვს, რომ ნაგვითაა სავსე. თითქმის ყველა კუთხე კუნჭული ნაგვითაა სავსე. თვითონ ქალაქიც კარგადაა შენარჩუნებული. ეს სახლები, ხის ფანჯრები. საკმაოდ გაუფრთხილდნენ რა ამ ქალაქის იარსახეს. ვაუ. ვაუ. ლამაზი ხედია, უბრალოდ ნაგვით არის სავსე აქაურობა. სამწუხაროდ. ნუ ალბათ უმეტესწილად ესეთი არქიტექტურა გამოწვეულია კლიმატით. სხვანაირად ძალიან ცხელოდა და სხვანაირს ალბათ ვერ გააკეთებდნენ. კომპლეტ საინტერესო ქალაქია. არა ალბათ 1 საათზე მეტი აქ არ უნდა დაკარგო. ეს სიდიბუსაიდის პლიაჟია და იქ ვიყავი ახლა მე. ძალიან სუფთა წყალია. ძალიან. ეს არის პორტი. პატარა იახტებიც დგას ალბათ აქ. და როგორი განსხვავებაა მალტასგან. როგორი განსხვავებული გემები დგას. გახუნებული, დამტრეული, გაფუჭებული, ალბათ ნახევარი არც მუშაობს. უბრალოდ ჩამოყვანილი არის და გდია. ლამაზი მთა. სანადირეში ეს ზღვის ნაწილი კი არის, მაგრამ იმის იქით ნახევარკუნძულია ტუნისის. აი არ მეგონა რომ ეს სუფთა იქნებოდა. ნაგავიც არ არის. ტუნისმა ბევრად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. კაშკაშა ფერები, არაბული ბაზრები, უძველესი ქალაქები, გემრიელი სისაკვები და დაუვიწყარი კაფეები ბიტნის ჩაით. უსასრულო ზღვა, პლიაჟები და ბუნება. ტუნისი მშვენიერი ადგილია თქვენი მომავალი თავგადასავლისთვის.